შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების ბრალდებით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ცხრეკისას 5.12 მიასედი გრამი გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ქედის რაიონში სოფელ სალიბაურში მისივე საცხოვრებელი სახლიდან 145.76 გრამი გამომშრალი მარიხუანა, 3 სანადირო თოფი, 1 შაშხანა აკაის 47-ის და აკაემ 47-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების 3 მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 118 ვაზნა ამოიღეს. გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს ასევე მეორე დაკავებულის პირადი ცხრეკისას, რომელიც დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.